საგურამოში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძარში დღეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მივიდა და ადგილობრივებთან ერთად წირვა-ლოცვას დაესწრო. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით ცენტრში აქამდე ეკლესია არ იყო, რის გამოც მათ ფეხით დიდი მანძილის გავლა უწევდათ, თუმცა ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია. სოფელს კი აქვს ზევით მთებში არის ზედაზნის ილია მართლის მონასტერი, მაგრამ მოხუცებულები ვერ ახერხებდნენ და მათი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ აი აქ სოფლის ცენტრში აშენებულიყო ტერიტორია. ეკლესია აი ამ ტერიტორიაზე და ეს ტერიტორია თვითონ ახლა ჩვენ სადაც ვდგევართ, ეკუთვნის სამხედროს. სამხედროების ტერიტორიაა. მათმა დაუშვეს გამონაკლისი და აი ეგ შემოგვიშვეს და ავაშენეთ. მაგრამ მოგეხსენებათ მოხუცებულები არსებობენ და მათთვის უფრო იოლია რომ მოდიან პირდაპირ ცენტრში და გადაადგილება უჭირთ რა ვიცი. სასიხარულო რომ ცენტრში გაიხსნა, რაც უფრო ბევრი იქნება, მრევლის ძალიან ბევრი გვეყოლება.